რა არის საუკეთესო გზა ორსულობის თავიდან ასაცილებლად? იცოდით, რომ ჩვენს ბანაკს აქვს საინფორმაციო ცენტრი, სადაც შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ორსულობის შესახებ და მიიღოთ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები. რა ცენტრი? ეს არის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო აბორტის სერვისებზე წვდომას, კონტრაცეპტივებს, ანტენატალურ და პოსტნატალურ ზრუნვას, აივის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობას და სხვა. შეგვიძლია წავიდეთ და მივიღოთ ინფორმაცია ნებისმიერ საკითხზე, რომელიც გვაინტერესებს და ეხება ჩვენს ორგანიზმს და ჯანმრთელობას. წავიდეთ! გამარჯობა. დიდი მადლობა ჩვენს საინფორმაციო ცენტრში სტუმრობისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ახალგაზრდებს აქვთ უამრავი კითხვა მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, როგორიცაა პუბერტატი, ინტიმური ურთიერთობები, არასასურველი ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების თავიდან აწილების გზები. ასე რომ ნება მომეცით გიამბოთ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების შესახებ, რათა მათზე წვდომა შეგეძლოთ, როცა დაგჭირდებათ. პრეზერვატივი ორმაგი დაცვის ფუნქციას ასრულებს. ის გვიცავს არასასურველი ორსულობისგან და ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან, მათ შორის აივისგან. ამიტომ სქესობრივი აქტის დროს პრეზერვატივის გამოყენებით თავის დაცვა ორივე არასასურველი შედეგის პრევენციის ეფექტური საშუალებაა. გადაუდებელი კონტრაცეფცია რეკომენდებულია დაუცველი სექსუალური კავშირის ან სექსუალური ძალადობის შემდეგ. ეფექტურია თვის მიიღება სექსუალური კავშირიდან 24 საათის განმავლობაში. თუმცა შეიძლება ეფექტური იყოს 5 დღემდე მიღების შემთხვევაში. იცოდით, რომ სექსუალური ძალადობის შემთხვევაში აივის პრევენცია მედიკამენტებით შეიძლება. გამოიყენება ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა, ანუ შემოკლებით PEP. PEP უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში და მისი გამოყენება უნდა დაიწყოს ბოლო შესაძლო ურთიერთობიდან 3 დღის განმავლობაში. კრიზისულ სიტუაციებში, მიუხედავად იმისა, თუ სათხართ, იქნება ადგილები, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სექსუალური ჯანმრთელობის მომსახურეობა. ეს ადგილი შეიძლება იყოს საინფორმაციო ცენტრი, მაგალითად, სადაც ახლა ხართ, ან სკოლა, სადაც არის ექიმი, რომელსაც შეუძლიათ ახმარება, უახლოესი სამედიცინო დაწესებულება, ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კოლ-ცენტრებს, მაგალითად, ასოციაცია HERA 21-ის ხელხასს 032 201 12 21. შესაბამისი ინფორმაციისა და მეგობრული რჩევის მისაღებად. ასოციაცია HERA 21 უზრუნველყოფს თანამედროვე კონტრაცეპტივებსა და პრეზერვატივებს ყველა ახალგაზრდისთვის, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებისთვის. შეიძლება რთული იყოს იმის ცოდნა, ვის უნდა ესაუბროთ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე. შეიძლება გეშინოდეთ ან გრცხვენოდეთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ან არასასურველი ორსულობის შესახებ კითხვის დასმის. სწორედ ამიტომ იპოვეთ ადამიანი, რომელსაც ენდობით, ოჯახის წევრი, მეგობარი, ან ეწვიეთ უახლოეს სამედიცინო ცენტრს და გაუზიარეთ მათ თქვენი პრობლემა. ცენტრის პერსონალი დაგეხმარება და დაგაკვალიანებს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ადამიანის უფლებებია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კრიზისულ სიტუაციაში ხართ თუ არა. თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამედიცინო სერვისებზე.